დავამზადეთ სამზარეულო. ჩავაშენეთ ორი მაცივარი და გადავაბეთ კომბინირებულად გავაკეთეთ. ანუ კარადასთან აი ერთიანობაში გადავიყვანეთ ეს სიტუაცია. კოლონა გავაქერით და აგიხსნით ახლა როგორ და რანაირად რა გავაკეთეთ რა. მოდი დავიწყოთ აქედან ყველაზე საინტერესო რაც არის. ეს არის ჩაშენებული მაცივარი. ზოგი იძახის ხოლმე რომ ერთი ეს პატარა მაცივარიაო და ავიღეთ და მე მეორე მაცივარიც იქვე გვერდზე მივაშენეთ რა. ანუ ეხლა უკვე აღარ არის პატარა საკმაო ზომის მაცივარი გამოვიდა. მარტივად ავდგებით ორ ცალ მაცივარს ვიყიდით ჩასაშენებლად თუ არ გვინდა რომ რაღაცა ცოტა ისეთი ძვირიანი მაცივარი ვიყიდოთ და დიდი მაცივარი ორი ცალი ჩასაშენებელი მაცივარი გამოდის იდეალურად. ამის ზევით გაკეთდა სათავსოები თაჩებზე. შემდეგ ჩავაშენეთ მიკროტალღური საწყობი დაბლა სათავსო ეს თაჩებზე უჯრები ეს ჩვენი უჯრა რასაც ხშირად ვიყენებთ ხოლმე უკვე ამ ბოლო დროს აქ ნაპირში ვიწრო ადგილში გამოვიყენეთ საბოთლე მექანიზმი თან იმისათვის რომ ამ ადგილში გაზი დგება და კედლიდან დავაცილეთ და გაზის ქვეშ მოვათავსეთ ჭურჭლის სარეცხის მანქანა. გამწოვი გავაკეთეთ ამოსაკრავი რომ ვიზუალურად წინიდან არ გვინდოდა რამე ისეთი ეფექტი გქონოდა რომ გამოჩენილიყო. აქ ახლა რა ხდება? ანუ მაღლა ეს უგადის კოლონა ნახე იქაც გრძელდება ვაჩვენოთ და რო გვინდოდა რომ ეფექტი გქონოდა რომ ბოლომდე ასრულოს სიტუაცია რა იქ უკვე შუბლი გავაკეთეთ შიგნიდან. აქ კვარცი დაედება ახლა იმიტომ არის ესეთ სიტუაციაში იმიტომ ვიღებთ ვიდეოს რომ აქ კვარცი დაედება აქაც კვარცი ეკვრება და საბოლოო სახე ბევრად უფრო ლამაზი იქნება. ნახე ახლა წამოვედით ეს აქ რა ხდება? ეს არის მაცივრის გვერდი. აქ ჩავსვით ღია თაროები და აი ამ ადგილში ჩამოდის დიდი ანუ შახტის ნაწილია რა და ესეთნაირად გავაკეთეთ. აქ შევსვით ვიწრო კარადა. აი აქედან უფრო მიხვდებით კარგად. რომ აქ ხმა რო იყოს. აქ არის ღრმა კარადა. აქ გვაქვს ვიწრო კარადა და გარედან რო შემოვხედავთ ამ ყველაფერს რა. ანუ ვიზუალურად ეს შახტის მონაკვეთი უკვე ჩვენ ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თორე შეიძლება ყოფილიყო ისეთი სიტუაცია, აქ ვიღაცას დაემთავრებინა სამზარეულო, მე აქედან გაეგრძელებინა ჩვეულებრივ ეს კარადა რაც არის გაკეთებული და შუაში უნდა გქონოდათ რავი კოლონა, რიგელი, რავი შახტა და ამ შემთხვევაში უკვე ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად დაჯდა. გამოვიყენეთ გრძელი შავი ალუმინის სახეობები, ფასადები დაშვებული გვაქვს ძირამდე, დატოვილი გვაქვს დაახლოებით სანტიმეტრ ნახევარი ადგილი რომ დაბლა ხალიჩა რო დაიდოს. ხელი არ მოუშალოს, სამზარეულო რა თქმა უნდა, ესეც ვაჩვენოთ. ბაზაზე არის აწეული, იმიტომ რომ ფეხებზე იყოს და აერაციაც ხონდეს და რეგულირებაც ხონდეს. კიდევ გეტყვით რომ ვინც თვალყურსადევნეთ ჩვენ ვიდეოებს გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, იმიტომ რომ ვცდილობ რომ საინტერესო ვიდეოები მოგაწოდოთ, როგორ შეიძლება გადაწყვიტოთ თქვენი დიზაინი, ის თქვენი პატარ-პატარა საკითხები როგორ შეიძლება მოაგვაროთ და აი აქ კიდე ნახეთ ჭერის დეკორი გვაქვს გამოყენებული ზუსტად პროპორციებში მისდევს სამზარეულოს და კარი რო გაღებულიყო ამისათვის პატარა შუბლია გამოყენებული, დაწეულია და ვფიქრობ ძალიან ლამაზად ზის ეს ყველაფერი. ეხლა ჯერჯერობით ეს სამზარეულო არის მუშა პროცესში, დასრულდება, გაიწმინდება, ზედაპირი კვარცი დაედება, ბევრად ლამაზი, ბევრად ეფექტური იქნება და რა შემიძლია გითხრათ. მე მადლობას გიხდით იმისათვის, რომ თვალყურსადევნებთ, საინტერესო კომენტარებსაც ვკითხულობ ხოლმე და დამიწერეთ რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ და რას უკეთესად გააკეთებდით აი ამ კონკრეტულ სამზარეულოში და ამ კონკრეტულ სიტუაციაში. მადლობა ყურადღებისთვის. სულ ეს იყო.